საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივობის საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ორგანიზაციის ინფორმაციით, გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვარაუდობს, რომ ივანიშვილების ოჯახი ამ პროცესის ბოლოს მათ კომპანიებს ოფშორებიდან სრულად გადმოაფორმებს. 2024 წლის 27 დეკემბერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა. ამის შემდეგ 31 დეკემბერს ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ივანიშვილს დიდი ბრიტანეთის სანქციებიც ემუქრება, რადგან მისი დასანქცირების მოთხოვნით გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ოფიციალური დოკუმენტი უკვე შესულია. მედიაში უკვე გავრცელებული ინფორმაციით 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე ბიძინა ივანიშვილმა მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: ატუ ჰოლდინგი, ტერა, ლუსოილი და GCF საქართველო. ამ კომპანიებზე მათ დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ. 29 იანვრის მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიების საქართველოში. მაღალი ალბათობით კომპანიების გადმოფორმების დროს ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესდა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ეგრეთ წოდებული ოფშორული კანონით. მაშინ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერდა, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დიდი ალბათობით სწორედ ბიძინა ივანიშვილის საჭიროებებს იყო მორგებული. აღსანიშნავია, რომ გადაფორმებები ეხება ივანიშვილების ოჯახის იმ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი უფიქსირდებათ. ჯამში ამ კომპანიების განთავსებული კაპიტალი 163.187.800 ლარს შეადგენს.